წმინდა აბა დოროთე, სულის სასარგებლო სწავლანი. სწავლა მეოთხე, ღვთის შიშის შესახებ. კათოლიკე ეპისტოლეში წმინდა იოანე ამბობს, სრულმან სიყვარულმან გარე განდევნის შიში. ნახეთ, რას ამბობს წმინდანი, რომელ სიყვარულზე ან რომელ შიშზე ლაპარაკობს. წინასწარმეტყველი ფსალმოში ამბობს, გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმინდათა მისთა. ბევრი მსგავსი რამეა ნათქვამი წმინდა წერილში. თუ წმინდანებსაც, რომელთაც უყვართ უფალი, მისი ეშინიათ, როგორღა ამბობს, რომ სიყვარული შიშს აძევებს. წმინდანს სურს გვაჩვენოს, რომ შიში ორგვარია. ერთია დამწყებთა და მეორე სრულყოფილთა, ანუ იმათი, რომლებიც სრულყოფილნი არიან და სიყვარული მოიპოვეს. ზოგიერთი ღვთის ნებას ტანჯვის შიშით ასრულებს. ასეთი ადამიანი, როგორც აღვნიშნე, ჯერ კიდევ დამწყებია. ის სიკეთის გამო კი არა, ტანჯვის შიშით მოქმედებს. სხვა ღვთისნებას ღმერთის სიყვარულით ასრულებს, ღვთისათნო საყოფად. მან იცის რა არის კეთილი. იგია ის, ვისაც ჭეშმარიტი სიყვარული აქვს, რომელზეც წმინდანი საუბრობს. ამგვარ სიყვარულს ის სრულ შიშამდე მიჰყავს, რადგან მას ღვთის ეშინია, ღვთისნებას ტანჯვის შიშით კი აღარ აღასრულებს, არამედ როგორც აღვნიშნე, ღმერთთან ყოფნის სიტკბოება უგემნია და ეშინია არ მოაკლდეს მას. სიყვარულისგან შობილი ასეთი შიში ძველ შიშს აძევებს. ამიტომ ამბობს, სრულმან სიყვარულმან გარე განდევნის შიში. შეუძლებელია გაჩნდეს სრულყოფილი შიში, თუ თავდაპირველად დამწყებთა შიში არ იქნა. როგორც წმინდა ბასილი ამბობს, სამი სახით სათნო ვეყოფით ღმერთს, ტანჯვის შიშით, მადლისთვის ან კეთილი საქმისთვის. ამ სამით ვასრულებთ მძნებებს. თუ ტანჯვის შიშით მოქმედებთ, მონის ხარისხში ვართ, თუ მადლისათვის მუშაკისა და თუ სიკეთისთვის ძის მდგომარეობაში. როცა ძე ცნობიერებას იძენს, მამის ნებას ცემის შიშით კი არ ასრულებს, არც მისგან საფასურის მიღების მიზნით, არამედ მისი სიყვარულის გამო, რადგან სიყვარული და პატივისცემა აქვს, რაც ძეს ეკუთვნის მამის მიმართ. მან იცის, რომ ყველაფერი, რაც მამისაა, მისია. ასეც აღარ ქვია მონა, არამედ შვილ მკვიდრცა ღმრთისა ქრისტეს მიერ. ასეც ღმერთის იმ პირველი შიშით კი აღარ ეშინია, არამედ ღმერთი უყვარს, როგორც მამა ანტონმა თქვა, ღმერთის კი არ მეშინია, არამედ მიყვარს. ასევე უფალმა აბრაამს, როცა თავის ძეს სწირავდა, უთხრა, აც უწყი რამე თუ გეშინის შენ ღმრთისა. სრულყოფილი შიშის შესახებ ეუბნებოდა, სიყვარულისგან რომ მოდის. რატომ უთხრა, აც უწყი რამე თუ გეშინის შენ ღმრთისა? ამდენი ჭირი მოითმინა და ღმერთს დაემორჩილა, სამშობლო მიატოვა, უცხო და კეთმსახურთა ქვეყანაში მივიდა, სადაც ღვთის მეცნიერების კვალიც არ იყო. ამასთან ერთად შვილის დაკვლასაც ითმენდა. ყოველივე ამის შემდეგ ღმერთმა უთხრა, აც უწყი რამე თუ გეშინის შენ ღმრთისა. ცხადია, წმინდანთა სრულყოფილი შიშის შესახებ ეუბნებოდა. წმინდანებს დასჯის შიშით კი არ ეშინიათ ღვთის, არც მადლის მიღებისთვის, არამედ იმიტომ, რომ ღმერთი უყვართ და ეშინიათ არაფერი გააკეთონ ღვთის ნების საწინააღმდეგოდ. სიყვარული შიშს აძევებსო, იმიტომ ამბობს, რომ შიშით კი არ აკეთებენ, არამედ სიყვარულის გამო ეშინიათ. ეს არის სრულყოფილი შიში. სრულყოფილი კი, როგორც ვახსენე, არ მოვა, თუ თავდაპირველად მცირე არ მოვიდა. რადგან დაწერილია და დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა. ასევე ამბობს, დასაბამი და დასასრული არს შიში ღმრთისაი.
დასაბამში პირველ შიშს გულისხმობს, ხოლო დასასრულში მეორეს, ღვთის სრულყოფილ შიშს. პირველი შიში ჩვენთვის ბუნებრივია, იგი ყოველგვარი ბოროტებისგან იცავს სულს. დაწერილია შიშისათვის უფლისა მოაქციოს ყოველმან ბოროტისაგან. თუ სასჯელის შიშით კაცი ბოროტისგან მოიქცევა, როგორც მონა, ვისაც თავისი ბატონისა ეშინია, ამით იგი კეთილ საქმემდე მივა. შემდეგ თანდათან იქამდე მივა, რომ მუშაკივით კეთილი საქმის იმედი ექნება. როცა მონასავით ეშინია და ბოროტებას გაურბის, ასევე როცა მუშაკივით სიკეთის იმედით აკეთებს, როცა ამრიგად დაჰყოფს სიკეთეში, ღმერთს შეუერთდება და სიკეთის გემოს გაიგებს. მაშინ ვეღარავინ განაშორებს მას, მსგავსად მოციქულის ნათქვამისა, ვინ განმაშორნეს ჩვენ სიყვარულსა მას ქრისტესსა. შემდგომში იგი ძის საზომს მიაღწევს. ეს არის სრულყოფილი შიში. ამიტომ გვასწავლის წინასწარმეტყველი შიშის სხვადასხვაგვარობის შესახებ და ამბობს: მოვედით შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისა გასწაო თქვენ. გავიაზროთ წინასწარმეტყველის თქმული, რას ნიშნავს მისი თითოეული სიტყვა. ჯერ სათნოებისკენ მოგვიწოდებს, ამბობს მოვედით, თან დაზინა შვილნო. წმინდანები შვილს უწოდებენ უკეთურებისგან სათნოებისკენ მათი სიტყვით მოქცეუთ, როგორც მოციქული ამბობს: შვილნო ჩემნო, რომელთათვის კვალად მელმის ვიდრე მე გამოიხატოს ქრისტე თქვენ შორის. შემდეგ ამბობს: შიში უფლისა გასწაო თქვენ. ხედავთ წმინდანის კადნიერებას. ჩვენ რამეს რომ ვიტყვით ვამბობთ, ქსურს ღვთის შიშზე ან სხვა რამ სათნოებაზე ვილაპარაკოთ. წმინდანი ამგვარად კი არა, კადნიერებით ლაპარაკობს: მოვედით შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისა გასწაო თქვენ. ვინ არს კაც, რომელსა ეშინის უფლისა და უყვარან ხილვად დღენი კეთილნი. თითქოს ვინმე მუპასუხა, მე მსურს უფლის შიში მასწავლო, ისი ამბობს: დააცხრე ენაი შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენი ნუ იტყვიან საკვასა. აი ამგვარად გვიჩვენა ბოროტება, რათა არ ვაკეთოთ ის, რადგან დააცხრე ენაი შენი ბოროტისაგან ნიშნავს კაცმა არ დააბრკოლოს თავისი მოყვასი და ძვირი არ უთხრას. ხოლო ბაგენი შენი ნუ იტყვიან საკვასა ნიშნავს არ უმზაკროს მოყვას. თავდაპირველად ცოდვები დაასახელა, ძვირის თქმა, მზაკრობა, შემდეგ კი ზოგადად ცოდვაზე თქვა. მოიქეც ბოროტისაგან, რაც ნიშნავს ერიდე ყოველგვარ ბოროტებას და მოიქეც ცოდვასთან მიმყვანი ყოველი საქმისგანო. მარტოოდენ ეს კი არ თქვა, არამედ ქმენ კეთილიცო. ზოგიერთი არც ბოროტებას აკეთებს, არც სიკეთეს. ასევე ზოგიერთი არავისთან იქცევა უსამართლოდ, მაგრამ არც მოწყალებას იჩენს. ზოგიერთს არც არავინ სძულს და არც არავინ უყვარს. კარგად ამბობს წმინდანი, მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი. აი გვიჩვენა როგორი თანამიმდევრულია ის სამი საზომი, წინათ რომ ვახსენეთ. ასევე გვასწავლის, ღვთის შიშით მოვიქცეთ ბოროტისაგან, რადგან რაჟამს კაცი ბოროტებისგან მოქცევის ღირსი ხდება, შემდგომში თავად მისი ბუნება იზიდავს მას სიკეთისკენ. წმინდანმა გვასწავლა მოვიქცეთ ბოროტებისგან და ვაკეთოთ სიკეთე და მყისვე თქვა, მოიძიე მშვიდობა და მისდევდი მას. მხოლოდ მოიძიე იგი კი არ თქვა, არამედ ესეც მისდევდი მას, სწრაფად რომ დაეწიო. დავუკვირდეთ წმინდანის სიტყვას და განვიხილოთ იგი. როცა კაცი ბოროტებისგან მოდრეკისა და სიკეთის კეთების ღირსი ხდება, მყისვე თავს ატყდება უამრავი ჭირი და მტრის ბრძოლა. იგი არა მარტო იმისთვის წვალობს და ირჯება, რომ როგორც მონის შესახებ თქვით, კვლავ არ დაუბრუნდეს ბოროტ საქმეს, არამედ მუშაკის მსგავსად მადლის მიღების იმედითაც. როცა მტერს შეებრძოლება და მცდელობას გამოიჩენს,
შემდეგ სიკეთეს გააკეთებს, თუმცა ტანჯვითა და შეჭირვებით. როდესაც ღვთის შეწევნით კეთილსაქმეს დაეჩვევა, მოსვენებისა და მშვიდობის გემოს გაიგებს, მიხვდება რა არის ბრძოლის ჭირი, ან რა არის მოსვენებისა და მშვიდობის სიხარული. მაშინ მის მიღწევასა და მოპოვებას შეეცდება, რათა თავის თავში დაამკვიდროს იგი. ამის შემდგომ იგი სანატრელი გახდება. განაარსებობს იმ კაცზე უფრო სანატრელი, ვინც ამ საზომის ღირსი გამხდარა. ასეთი როგორც მრავალგზის გვითქვამს, ძის ხარისხშია თანახმად დაწერილისა. ნეტარიყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამე თუ იგინი ძედ ღმრთისა იწოდნენ. ასეთი აღარ აკეთებს სიკეთეს სხვა რამის მიზნით, არამედ თავად სიკეთისგან მიღებული შვების მიზნით. არც ეს სიხარული იცის ვინმემ გარდა იმისა, ვინც შეიცნო და იგემა იგი. მან იცის რა სიხარულია ასეთი შიში. აი თქვით პირველი შიშისა და მეორის შესახებ. თუ რისგან მოგვაქცევს ღვთის შიში, ან რისკენ მივყავართ. ახლა ვთქვათ, რით მოდის ღვთის შიში, ან ჩვენგან რა აძევებს მას. მამებმა თქვეს, რომ ღვთის შიში მოდის სიკვდილისა და ტანჯვის გახსენებით. კაცი ყოველ საღამოს უნდა იკვლევდეს, როგორ გაატარა ის დღე და ყოველ დილით უნდა იძიებდეს, როგორ განვლო ის ღამე. არ უნდა იჩენდეს კადნიერებას. კაცი ღვთის მოშიშს უნდა დაუახლოვდეს. დაწერილია, ძმამ ვინმე ბერს კითხა, მამაო, როგორ მოვიპოვო ღვთის შიში? ბერმა უპასუხა, წადი და ღვთის მოშიშ კაცს დაუახლოვდი. რა კი ღვთის ეშინია, შენც ღვთის შიშს გასწავლისო. ხოლო ღვთის შიშს ჩვენგან აძევებს სიკვდილისა და ტანჯვის გაუხსენებლობა. ის რომ სიფრთხილეს არ ვიჩენთ, უწესოდ ვცხოვრობთ და უწესოებს შორის ვტრიალებთ. და კადნიერება, რაც სრული წარწმედაა, რადგან ღვთის შიშს ისე არაფერი აძევებს სულიდან, როგორც კადნიერება. ამიტომ თქვა მამა აღათონმა, როცა კადნიერების შესახებ კითხეს. კადნიერება ხორშაკივითაა, როცა დაუბერავს ყველა გარბის, ხეებზე ნაყოფს აფუჭებს. ხედავთ ამ ვნების ძალას. კიდევ კითხეს მას, ასე სასტიკია კადნიერება. არ არსებობს კადნიერებაზე უფრო საშინელი ვნება. იგია ყოველგვარი ვნების მშობელი, რადგან ღვთის შიშს აძევებს, თქვა მან. წერილის თანახმად, თუ შიშისათვის უფლისა მოაქციოს ყოველმან ბოროტისაგან, მაშინ ცხადია, სადაც ღვთის შიში არ არის, იქ არის ყოველგვარი ბოროტებაც. ღმერთმა გვიხსნას კადნიერების საშინელი ვნებისგან. კადნიერება კი მრავალგვარია. არსებობს კადნიერება სიტყვით, ხელის შეხებითა და შეხედვით. კადნიერებას კაცი ფუჭმეტყველებამდე, საერისკაცო ამაო საუბრებამდე და უწესო სიცილამდე მიჰყავს. კადნიერებაა უმიზეზოდ ვინმეს შეხება, სიცილით ხელის შევლება, სხვისთვის რამეს ხელიდან გამოტაცება, ურცხვად ვინმეს შეხედვა. ყოველივე ამას კადნიერება აკეთებს. ყველაფერი ეს იმიტომ ხდება, რომ სულში არ არის ღვთის შიში. ამით კი კაცი მცნებების უგულვებელყოფამდე მიდის. რჯულის მცნებების მიცემის დროს ამიტომ ამბობდა ღმერთი, კრძალულ ქმენით ძენი ისრაელისანი. კრძალვის გარეშე თავად ღმერთსაც კი არც ემენ პატივს, არც ერთ მცნებას იცავენ. ამიტომ არაფერია კადნიერებაზე უფრო საშინელი, ამიტომ არის იგი ყოველგვარი ბოროტების მშობელი. იგი კრძალვასა და ღვთის შიშს დევნის, ცნებათა უგულვებელყოფას იწვევს. კადნიერებიდან მოდის ურცხვობა და ერთმანეთთან შეურაცმყოფელი ლაპარაკი. კადნიერებისგანაა, როცა ვინმე ნახავს რამე უსარგებლო საქმეს და დაუყოვნებლივ მიდის, სხვა ძმას უამბობს და არა მარტო თავის თავს ვნებს, არამედ ძმასაც, რადგან ბოროტ გესლს უთესავს გულში.
იქნებ მისი გონება ლოცვით ან სხვა რამ კეთილსაქმით იყო დაკავებული. ეს კი მიდის გულში ბოროტ ზრახვას უთესავს და არა მარტო სასარგებლო საქმეც წყვეტს, არამედ განსაცდელშიც კი აგდებს. არაფერია იმაზე უფრო მძიმე და საშინელი, როცა კაცი მარტო თავის თავს კი არა, არამედ სხვასაც ვნებს. ძმებო, ვიქონიოთ კრძალვა და გვეშინოდეს ჩვენი თავისა და მოყვასის ვნებისა. პატივი ვცეთ ერთმანეთს, ვეცადოთ საერთოდ არ შევხედოთ ერთმანეთს სახეში, რადგან ესეც კადნიერებაა, როგორც ერთი ბერი ამბობდა. თუ ძმას ცოდვაში ნახავ, უყურადღებოდ არ დატოვო და გვერდი არა უარო, არც განიკითხო და არც აუგიუთხრა, არამედ სიყვარულითა და ღვთის შიშით მიმართე იმას, ვისაც მისი გამოსწორება შეუძლია, ან შენ თავად უთხარი სიყვარულითა და სიმდაბლით. შემინდე ძმაო, კარგად არ ვაკეთებთ ამ საქმეს. თუ არ მოგისმინა, იმას უთხარი, ვისიც იცი რომ დობა აქვს, ან მის უხუცეს, ან მამას ახლის, და თუ მართლაც არის ამგვარი ცდომა, ნუ ღარ ზრუნავ. მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, ძმის შეცდომა ამ უკანასკნელის გამოსწორების მიზნით უთხარი. აუგად ნუ ეტყვი, არც შეურაცხყო, გარეგნულად არ გამოხატო, თითქოს მისი სიკეთე გინდა, როცა შიგნით რაღაც ვნება გაქვს. ვინმე მოძღვარსაც რომ უთხრას, თუ ძმის სასიკეთოდ არ ამბობს, თუნდაც თავისი ვნებაც აღიაროს, მაინც ძვირის თქმა იქნება. დაე თავისი გული გამოიძიოს. თუ გულში დაფარული ბოროტების მიზეზით ლამობს თქმას, არ უთხრას. თუ დანამდვილებით იცის, რომ ძმის სარგებლობისთვის ლამობს თქმას, მაგრამ გულში რამე ვნებიანი ზრახვა ამოძრავებს, მამას თავისიც უთხრას და ძმისაც. უთხრას მოწმეა ჩემი სინდისი, რომ ძმის სარგებლობისთვის ვამბობ, მაგრამ შინაგანად ვხედავ გულში ვნებიანი ზრახვა მამოძრავებს. არ ვიცი გულღრძობაა თუ ეშმაკისგანაა, რომ ძმამ სარგებელი არ ნახოს. მაშინ მამა გეტყვის, საჭიროა თუ არა თქმა. ხშირად კაცი ძმის სასიკეთოდ კი არ ამბობს, არც გულღრძოობით, არამედ ცუდად მეტყველების გამო. რა საჭიროა ეს? ვაი თუ ძმამ გაიგოს მასზე რომ თქვა, გაბრაზდეს და საზიანო საქმე მოხდეს. ხოლო როცა სარგებლობისთვის ამბობს, ღმერთი არ დაუშვებს შფოთს ან საწყენ რამეს. ადრე ავღნიშნეთ, ეცადეთ დაიოკოთ ენა, რათა მოყვასის შესახებ ცუდი არ თქვათ და არავინ დააბრკოლოთ, არც სიტყვით, არც სახით. ნურც მოუთმენლები იქნებით, როცა ძმისგან რამე სიტყვას გაიგებთ. მყისვე არ გაბრაზდეთ, არ უპასუხოთ უხეშად და არ დარჩეთ განაწყენებულნი. ესაა მოღვაწეთა საქმე, ვისაც ღვთის შიშის მოპოვება სურს. პირიქით, ერთმანეთს კრძალვით შეხვდით, თავი მოუდრიკეთ, დამდაბლდით ღვთისა და თქვენი ძმის წინაშე და უარყავით საკუთარი ნება. როცა კაცი რამეს აკეთებს და ხედავს მისი ძმა ამ საქმის მოსურნია, კარგია თუ დაუთმობს. ასე მოიქცეს და იმ ძმაზე მეტ სარგებელს ნახავს. დანამდვილებით ვიცი, არაფერი კეთილი არ გამიკეთებია, მაგრამ ამისგან დაცული ვარ, ძმაზე მეტად არაფერში მიცია ჩემი თავისთვის პატივი. როცა მამა სერიდოს მონასტერში ვიყავი, მამა იოანეს მოწაფე დასნეულდა. მამამ მისი მსახურება დამავალა. იმგვარი რწმენა მქონდა მამისა, რომ მისი სენაკის კართან ისე მივდიოდი, როგორც ჯვართან. ვინ არ ისურვებდა ასეთი წმინდანის მომსახურებას? კეთილი სიტყვის თქმა იცოდა. როცა მის მსახურებას დავასრულებდი, მუხს ვუდრეკდი, რომ ვეკურთხებინე და წამოსულიყავი. მან 3 კეთილი სიტყვის თქმა იცოდა. ერთ-ერთ მათგანს მეტყოდა ხოლმე. ძმაო, ღმერთმა დაიცვას შენი სიყვარული. მამები ამბობენ, რომ მოყვასის მიმართ სინდისის დაცვით იშვება თავმდაბლობა. მეორე საღამოს მეტყოდა ხოლმე. ძმაო, ღმერთმა მოგმადლოს სიყვარული,
ერიდე კაცობრივ საქმეს და ცხონდები. კიდევ მეუბნებოდა, ძმაო, ღმერთმა მოგცეს სიყვარული, ურთიერთარ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. ბერი ყოველ საღამოს მეუბნებოდა ამ სამიდან რომელიმეს, მეც ეს მქონდა ჩემი ცხოვრების მცველად. ასეთი გულმოდგინება მქონდა მის მიმართ და ამდენად მეწადა მისი მომსახურება. ერთხელ ვინმე ძმაზე შევიტყვე, ნაწყენი ყოფილა, მისი მსახურებას დომებია, მაგრამ არც მამამისურვა ეს და არც ბერმა. მე კი შეძლებისამებრ პატივი ვეცი ძმას. იმ მონასტერში 9 წელი გავატარე და არ მახსოვს ვინმესთვის უხეში სიტყვა მეთქვას, ისე ვასრულებდი მორჩილებას. დამიჯერეთ ძმებო, ერთ დღეს რომელიღაც ძმა საავადმყოფოდან ეკლესიამდე უკან მომყვებოდა, მლანძღავდა, მე კი არაფერი მიპასუხია. ბოლოს როცა მამამ ეს შეიტყო, მისი დასჯა მოინდომა. მე პირქვე დავემხე და ვუთხარი, ნუ მამაო, ღვთის გულისთვის, მე შევცდი. ასევე სხვა ძმა, არ ვიცი ეშმაკისგან იყო, თუ მიამიტობით მოსდიოდა, 1 წლის განმავლობაში შარდავდა ჩემი საწოლის გვერდით, ისე რომ ლოგინიც მისველდებოდა. ასევე სხვა ძმები დღისით მოდიოდნენ და თავიანთ ჭილობს ჩემი სენაკის კართან ბერტყავდნენ. ვხედავდი უამრავი ბაღლინჯო შემოდიოდა ჩემს სენაკში, სიმრავლის გამო მათ მოკვლას ვერ ვუმკლავდებოდი. დასაძინებლად რომ მივდიოდი, ზედ მეხვეოდა ყველა, მაგრამ დიდი ჯაფისგან მაინც მეძინებოდა. ადგომისას ვნახულობდი, მთელი სხეული დაჭმული მქონდა. არავისთვის მithქვამს, ნუ აკეთებთ ამას თქო. არავისთვის მithქვამს საწყენის სიტყვა. თქვენც ასევე ეცადეთ ერთმანეთის ტვირთვა, ერთმანეთის კრძალვა ისწავლეთ. თუ ვინმე თქვენგანი ძმისგან გულსატკენ სიტყვას გაიგებს, ნუ იქნება მოუთმენელი და მყისვე არ აღშფოთდეს, რათა ლოცვაში სუსტი და უძლური არ აღმოჩნდეს, ვერ იტვირთოს და ვერ შეეწინააღმდეგოს ერთ ზრახვასაც კი. როგორც ნესვი, რომელსაც პატარა ჭია თუ გაუჩნდა, გაფუჭებული ადგილი მაშინვე უდიდდება და ულპება. არამედ მტკიცე გული და მოთმინება იქონიეთ და ერთმანეთის მიმართ თქვენი სიყვარული ყოველივეს სძლევს. თუ ვინმეს რამე მორჩილება ავალია, ხელოსანთან, მზარეულთან, ან სხვა ვინმესთან აქვს საქმე, სცადონ იმანაც, ვინც ითხოვს და იმანაც, ვინც გასცემს, უწინარეს ყოვლისა თავიანთი წესი დაიცვან, შფოთი რომ არ მოხდეს. არ შეეწინააღმდეგონ ერთმანეთს, ღვთის მცნება არ დაარღვიონ. უმჯობესია დაზიანდეს საქმე, რაც უნდა იყოს იგი, ვიდრე თქვენი წესი, რათა თქვენ სულს არ ევნოს. რა საქმესაც უნდა აკეთებდეთ, სასწრაფო და საჭიროც რომ იყოს. არ მინდა შეპასუხებითა და კამათით აკეთოთ. ესეც იცოდეთ, რა საქმეც უნდა იყოს, დიდი თუ მცირე, იმ საქმიდან მერვედ ნაწილს ეძიებს ღმერთი თქვენგან, თქვენი წესის დაცვას კი 7 წილად. თუ სრული სარგებლის მიღება გსურთ, ეცადეთ როცა რამეს აკეთებთ, ისიც შეასრულოთ, რასაც აკეთებთ და თქვენი წესიც დაიცვათ და 8 ნაწილს შეიძენთ. ხოლო თუ ერთ-ერთი თავის წესს არ დაიცავს, არამედ საქმის შესასრულებლად სხვას ავნებს და თავადაც ივნებს, 7 ნაწილს ღუპავს და 1 ნაწილს შეიძენს. ეს რაღაც სიკეთეა. ის კი არ არის გონიერება, ვინმე სიამაყისთვის ან კაცთა მაამებლობისთვის როცა აკეთებს, კამათობს და წინაღუდგება, ხალხმა რომ თქვას, აჰა ვერავინ აჯობა, ამან გაიმარჯვა. ჰოი საკვირველება, ეს არის გამარჯვება. ეს არ არის გამარჯვება, არავითარ შემთხვევაში, არამედ სივაგლახე და დაღუპვაა. მე ვამბობ, თუ ვინმე თქვენგანი რამე საქმეზე წავა და იქ შფოთს ან სულისთვის საზიანო რამეს იხილავს, მიატოვოს ის საქმე, ნურც თავის სულს ავნებს და ნურც სხვისას. უგუნურებაა ერთი ნაწილის შეძენა
და 7-ის დაღუპვა. იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მოუთმენლობა გამოიჩინოთ და სინდისი უგულებელყოთ. არც იმისთვის, რომ ურჩი იყოთ და თქვათ, ამის გაკეთება არ შემიძლია, რადგან ბნებას მომაყენებს. არამედ იმისთვის გეუბნებით, რომ თქვენი საქმე სიყვარულით, თავმდაბლად, ერთმანეთთან თავმოდრეკილებ მააკეთოთ, რადგან თავმდაბლობაზე უფრო ძლიერი არაფერია. თუ ვინმე თავის ძმას გულნაკლულს იხილავს, უარყოს თავისი ნება, რათა სულიერად არ ევნოს. ბევრჯერ მithქვამს, უმჯობესია საქმე ისე არ გაკეთდეს, როგორც თქვენ გინდათ, არამედ როგორც დრო მოიტანს. ოღონდაც არ დააბრკოლოთ ერთმანეთი თავის მართლებითა და სიზარმაცით, რათა 7 ნაწილი არ დაკარგოთ. ხშირად კაცი 7 ნაწილს ღუპავს, ვერც ერთს ვერ იძენს და ცარიელი რჩება. რასაც ვაკეთებთ, ყველაფრისგან რამე უნდა ვირგოთ. რაღაც ვირგებთ თუ ერთმანეთთან არ დავმდაბლდებით და ერთმანეთს დავაბრკოლებთ. არ იცით დაწერილი რომ არის, მეგობრისგან არის სიცოცხლე და სიკვდილიო. გულში დაიმარხეთ ეს სიტყვები ძმებო, სიყვარულითა და ღვთის შიშით ეცადეთ, ეძიეთ სარგებელი თქვენთვის და ერთმანეთისთვის. თუ ამრიგად მოიქცევით, რაც უნდა შეგემთხვათ, ღვთის შეწევნით სარგებელს პოვებთ და წარმატებას მიაღწევთ. თავად ჩვენმა ღმერთმა, როგორც კაცთმოყვარემ, მოგცეთ მისი შიში, რადგან დაწერილია, გეშინოდენ ღმრთისაგან და მცნებანი მისნი დაიმარხენ, რადგან მის ხელთ არის ყოველი ხორციელი.